კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ დილის განაცება განთიათ წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს დეკანოზი დავით ციცქიშვილი დაგულწეთ მამაოთელშუბების. თავისუფლად ვისაუბრებთ თანამედროვე ახალგაზრდობაზე, პრობლემატიკაზე. თავდაპირველად აი მოდი დავიწყოთ. რამდენად არის პრობლემატიკა თანამედროვე ახალგაზრდობაში და თანამედროვე ახალგაზრდობა ეს რას ნიშნავს ეს ცნება არ ვიცი ეს დამოკიდებულება ეს ტერმინი. როგორ შეიძლება ეს გავშიფროთ და შემდგომ უკვე განვიხილოთ საუბარი. Вот ყველა ეპოქის ახალგაზრდობას თავისი პრობლემები აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას. და დღევანდელ ახალგაზრდობასაც თავის ასე ვთქვათ, სუსტი მხარეები გააჩნია, მე ესე ვიტყოდი და ერთ რამეს გავუსვავ ხას, რომ ყოველთვის იყო განსხვავება მამასა და შვილებს შორის და მამათა და შვილთა ბრძოლა კი თავების ბრძოლა იყო და მაგრამ ჩვენი ეპოქა ალბათ განსხვავებულია იმ კუთხით, რომ აი, როდესაც იყო საბჭოთა კავშირი და წინა საუკუნეები, იცით, რაღაცნაირად ლოგიკური კავშირი იყო თითქოს მამებსა და შვილებს შორის. და აი 90-იან წლებში ეს საბჭოთა კავშირი დაინგრა. თვისობრივი განსხვავება მოიცა. მე ესე ვიტყოდი, ერთი სამყარო დაინგრა და მეორე სამყარო წამოვიდა წინ. შეიძლება იმდენად კარგად ვერ ჩამოაყალიბო, რაც მინდა თქვა, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ რაღაც თვისობრივი ნახტომი გააკეთა კაცობრიობამ და მეტად შეიცვალა ახალგაზრდების ფსიქოლოგია და ცხოვრების წესი წინა თაობებთან შედარებით. და რამდენად დადებითად შეაფასებდით ამ ცვლილებას, ანუ? იცით, კერძოდ უფრო რას გულისხმობთ ამ ცვლილებაში? ამ ცვლილებაში მე გულისხმობ უარყოფითი დავიწყოთ რა. რა თქმა უნდა. გულისხმობ მარტო ახალგაზრდებს არ ეხება, ეს არის ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი რას გულისხმობს, რომ წმინდა სებასტიან ყარაგანდელი ამბობდა, რომ ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის დრო. დაკარგავ დროს და დაკარგავ ყველაფერს. და მე ვიტყოდი, რომ თანამედროვე ადამიანის აქილევსის ქუსლი ეს არის დროის არასწორად გატარება. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა ერთი მონაკვეთი წავიკითხო, არის ესეთი ძალიან კარგი საინტერესო წიგნი. ერთი ღამე თაწმინდის უდაბნოში, ეს არის მიტროპოლიტ ეროფილ ვლახოსის წიგნია და იქ ერთ-ერთი თაწმინდის კვიდრი ამბობს, რომ ასეთ რაღაცას, რომ სამყარო დაშორდაო ღმერთს. ისო სულ ასე ვთქვათ ფიქრობსო მიწიერზეო, მიწიერი პრობლემებით, მიწიერი საზრუნავით არისო დაკავებული. დღეს არის არჩევნები, ხვალ ყრილობა, იქ ხელისუფლება იცვლება და გაზეთებს კითხულობენო, ადამიანებიო და წმინდა წერილი არ იციანო. სულ ასე ვთქვათ, ბოროტისეულ სურათებს უყურებენო და რომელიც რაღაცნაირად აძინებთო მათო და ვერ ხედავენ წმინდანების ცხოვრებას. აი, იგივე მამა ამბობს, რომ ეხლაო ეს სამყარო ყოველდღიურადო ამ სამყაროსო მოაქვსო ისეთი, ასე ვთქვათ, მოვლენებიო, რომ ესო ფაქტიურად ინტერესს უკარგავსო მაცხოვარს, ქრისტეს. ამავე დროსო დიდი დაბრკოლება არის, რომ საკუთარი თავი დაინახონო, საკუთარი, ასე ვთქვათ, შინაგანი სნეულებები. ინტერესი არის სხვის მიმართ და არა საკუთარი თავის მიმართ. ადამიანმა შესწოდაო და დაიმალაო, უფლისგან გაიქცაო და მოვიდა უბედურებაო. იგივე საკეთებენო ეხლაო ადამიანები. მე პირადად ვფიქრობ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის დროის არასწორად გატარება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამასთან ბევრი რამ არის მიბმული. ერთ-ერთი არის მაგალითად რა იცით, ესე ვიტყოდი, საკმარისად დიდი დაცემა ზოგადი განათლების დონის. მე მახსოვს უწმინდესი
ერთი პერიოდი თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის რექტორი იყო და რომ მობრძანდა პირველი პრობლემა რაც დააყენა ის რომ წიგნს ნაკლებად კითხულობენო და ну აი ეს რაღაცნაირად გზები იყო იქ მონიშნული რითი შეიძლება ეს დაბრკოლება რაღაცნაირად გადალახული იქნას ერთ-ერთი აქილევსის კუსლი ჩემი აზრით თანამედროვე ახალგაზრდობის სწორედ ეს არის ზოგადი განათლების დონის საკმარისად მკვეთრი დაცემა მე პირადად იცით გულახდილად რო გითხრათ მიკვირს აი ჩემ პერიოდში საკმარისად ბევრი წიგნს ვკითხულობდით აი სამი მუშკეტერი 80,000 კილომეტრი წყალქვეშ და როგორი ის იყო იცით შეგრძნება იყო რომ ზოგჯერ სკოლაში გაკვეთილების დროს ვფიქრობდი მე რა ხელა სიამოვნება მელოდა რომ წავიდოდი და იქ სამ მუშკეტერს გადავშლიდი და რა მხოლოდ მე ჩემი თავების ბავშვები და ეხა აი რამდენჯერ გამიგონია იცი თქვათ დაიწყო ამ წიგნების კითხვა ბავშვმა მიაგდო აღარ აინტერესებს გულსარუდობ ხო და გულახდილად რო გითხრათ ეს რაღაცნაირად მეხამუშება ყველაფერი ეს და მე ესე ვიტყოდი რომ კომპიუტერი წამოვიდა წინ. Ну, ეხა ამბობენ რომ დიდი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩადებული ამ თანამედროვე ოთხკუთხა ყუთში, მაგრამ იცით კომპიუტერით მიღებული ინფორმაცია, ну, მე ესე ვფიქრობ, უფრო მშრალია, უფრო უმადლოა ვიდრე წიგნით. შეიძლება ზოგი არ დამეთანხოს, მაგრამ პირადად მე ესე ვთვლი. ასე რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა ყველაფერთან ერთად თანამედროვე ახალგაზრდობის ეს არის კომპიუტერზე მიჯაჭვულობა და არა მხოლოდ ის რომ ინფორმაცია მიიღო, არამედ საათობით ზიან იქ Facebook-ია, იქ დროის პრობლემა, დროის პრობლემა, რა თქმა უნდა და მახსოვს იცით 90-იანი წლები, როდესაც აი სინათლე ქრებოდა ხოლმე ხშირად. და უკვირდებოდი ჩემ თავს, გამეორთვებოდა ტელევიზორი. და უკვირდებოდი რომ აი ამ ასე ვთქვათ განმარტოებაში, როცა სინათლე ჩაქრა, ტვინი უფრო სხვანაირად იწყებდა აზროვნებას. მარტივად რო თქვა, იქ რო შემოვიდოდა ვთქვათ რაღაცა ორი იდეა, ორი ფიქრია, უკვე 10 შემოდიოდა. და აი რითაც დავიწყე ფიქრობ რომ თანამედროვე ახალგაზრდების ყურადღება ხშირად მიმართულია არასათანადო ფასეულობები არასწორია, ალბათ განსაზღვრული. ფასეულობებიც რა თქმა უნდა სწორად არის განსაზღვრული. ანუ ეს მეტად აღარიბებს ადამიანს ის დრო რომელიც ახლა იხარჯება. თუმცა იგივე ადამიანთან ურთიერთობაში და დამოკიდებულებაში ელემენტარულად. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ის დრო ადრე რო იხარჯებოდა მაგალითად თუნდაც რომ მიხვიდოდი ადამიანს მოიკითხავდი და ერთია რომ მოიკითხავ მიხვალ გული გაგითვება რაღაც სხვანაირად დიდრდები სულიერად და მეორეა მობილურით რო დაურეკავ. თქვათ კომპიუტერით რო შეეხმიანები. ეს საკმარისად მშრალს ხდის აი ამ ურთიერთობებს. მერე ის დრო რომელიც იხარჯებოდა თუნდაც ახლა თქვენ არხზე აქ არ არის ლაპარაკი. თქვათ სხვადასხვა გადაცემების ყურებაში ადრე იხარჯებოდა თქვათ კითხულობდნენ ერთმანეთს აზრს უზიარებდნენ ფიქრობდნენ მეტი დრო იყო განმარტოების საკუთარ თავში ჩაღრმავების და ეხლა როგორ გითხრათ იცი და ესეთი გაზედაპირულობის პროცესი მიდის. ანუ რაც წავიკითხე ადამიანი ძალიან ნაკლებად რჩება საკუთარ თავთან, უღრმავდება და მე ესე ვიტყოდი რომ საკმარისად დიდი შემოქმედებითი კრიზისია ყველა სფეროში. პირადად მე მეჩვენება რომ თუნდაც რო არ ვიყოთ თქვათ სიმღერები, ადრე გაცილებით მეტი იწერებოდა მელოდიური, მუსიკალური ფილმები იღებოდა ახლა თქვათ რომ რომაული არ დადეგები ან ჯარისკაცის მამა მე ვერ ხედავ რომ დღეს იღებოდეს ესეთი ფილმები იცით იმიტომ რომ კიდევ მეორებ რომ იმისთვის რომ ეს ტალანტი განვითარდეს ის სხვა ცხოვრების წესია საჭირო
განათლებაა საჭირო, ფიქრი მეტი. იმისთვის რომ კონკურენციის უნარი გქონდეს ელემენტარულად რომ შექმნა მასშტაბური. ახლა შნახოთ დავუშვათ ფილმები სახელმწიფო სფერო, იგივე შემიძლია ვთქვა, ახლა მე უშუალოდ ჩართულ ამ საქმეში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდობაზე, მე ვიცით რომ ჩემი მშობლების თაობიდან უფრო რომ აუცილებლად თეატრში სერიული დავუშვათ ოპერაში სერიული ხარ რაღაცა შეცი სულიერებისთვის საინტერესო ხო ეს თეატრი ოპერა ხელოვნება ეხმარება ადამიანს გამოფენებზე მუზეუმებში ხა მაგალითად პიროსმანის გამოფენა იყო ძალიან დიდი ხანი და სამწუხაროდ არ იყო ისეთ დაინტერესება ახალგაზრდებისგან ახალგაზრდა თაობა ნაკლებად აქტივს ამას ყურადღებას აი აქაც დროის არასწორ განაწილებაზე საუბარი ის რითაც შეიძლება მან მიიღოს რაღაცა სულიერის საზდო რაღაცა მეტი გაიგოს მეტად განვითარდეს ამას თითქოს არ ექცევა ყურადღება და აბსოლუტურად არასწორად არის გადანაწილებული დროც რაღაცა შეხედულებებიც ეს მონებრივია შემდეგ პროფესიონალურად ახლა რო თქვა ახალგაზრდობა ძალიან დაშორდა წიგნს ეს ყველაფერი ალბათ მომდინარეობს ოჯახიდან და მშობლებიდან ხომ რომ რასაც შთაუნერგავ თავიდანვე შენ შვილს და როგორც აღზრდი ალბათ იმის დამიხედვით წარმართება შემთხვევაში შეშვა თუმცა არის შემთხვევები რომ შეიძლება არ არის ოჯახი შემთხვევაში გეთანხმები ესე როცა ბავშვი ხედავს რომ რედაკითხულობს მამა მკითხულობს ეს ბუნებრივია მოქმედება იმას ასაკშუალება როგორ მიაწვდი ბავშვს იგივე იმ წიგნს თუმცა ბევრი მშობელი ვიცი ჩვენ რომ მამული განსაკუთრებით გამოცდილება რომ ბავშვებს აიკითხა და საჭიროა მაგრამ ნუ არ უნდა სხვა რაღაცა თუ რაც ხედავს ბავშვს სამეცნიერო კლასში არ ვიცი კურსზე რასაც სივრცეში იმით არის დაინტერესებული სამწუხაროდ ეს პრობლემა ძალიან დგას ბუნებრივია ახლა ესე ვიტყოდი რომ ძალიან აქტუალური პრობლემაა და ნუ ერთიც არის იცით რა თვითონ მშობლებიც უკვე ნაკლებად კითხულობენ წიგნს იმიტომ რომ მარტო თქმა არაფერს არ უშველის თუ შენგან მაგალითი არ დაინახო მაგალითი რა თქმა უნდა და ხშირად აი რაც ახამძანა ეუბნებიან მაგრამ არაფერი არ გამოდის ასე რომ ძალიან ვერაგული ხაზი წამოვიდა კაცობრიობის განვითარების ამ თვალსაზრისით და კიდევ ერთ ვიტყოდი რომ თანამედროვე ადამიანის გონება იმდენად არის გადაღლილი რომ ალბათ ეს მშობლების აქილებს ის ხუცლიც არის რომ ნაკლებ დროს უთმობენ ბავშვებს ხშირად მე ესე მეჩვენება რომ რაღაც გარკვეული ძალები სულ ცდილობენ რომ ადამიანი იყოს დაკავებული მხოლოდ მატერიალური პრობლემებით და სხვისთვის დრო უკვე აღარ დარჩეთ იცით ასეთი არის ადვილად სამართავია ამიტომაც გონია რომ ეს ძალები ცდილობენ რომ აქ იყოს ესეთი სიტუაცია თუნდაც საქართველოში რომ გამოწორული ლიმონივით იყოს შობელი რომ მე დრო აღარ დარჩეს ბავშვისთვის და ამ ძალების უკან კიდე დგას ბოროტი ეშმაკი რომელიც ძალიან ვერაგია თავისი სტრატეგიით შეიძლება დავუშვათ თავისუფლების ასრულების შესთავაზებს მიიღებს მე ერთმანეთს ამსგავსებენ უკვე ადამიანებს იქ უკვე როდესაც ზოგადი განათლების დონე ეცემა როდესაც ნაკლებად ფიქრობ არა მე სულ მახსენდება იმ დღესაც მის უწმინდეს არჩეულობრივი ინიციატივა იყო დაწესდა წიგნის დღე და სწორედ ჩვენს ტელევიზიაში ბრძანდებოდა შეხვედრა იყო და ასეთ სახშირად მახსენდება ხუთა წიგნის განათლებაზე საუბარი მის უწმინდესობის ერთ-ერთი შეგონება შეიძლება ითქვას რომ განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა ხოლო განათლებული არის მონა ღვთისა ეს არის ძალიან რაღაცა არჩეულობრივი ნათქვამია ხო განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა ბუნებრივია უფალს ყველა უყვარს მაგრამ განათლებული ადამიანი წიგნიერი ადამიანი და განსაკუთრებით მის მოწოდებს ძალიან ახლა როცა ეს ტექნიკა დააწესა ძალიან კარგი ლიტერატურის კითხვა მაგრამ აუცილებელი ის უწმინდა წერილი ესტიკურ თეორიას მოგსაუბრეთ შეიძლება ბიბლია წავიკითხო და შემდგომ დავждეთ თუმცა ისე არ უნდა გაიგოს მე უმორით არ ნიშნა რომ მარტო შაბათს უნდა ვიქთო წიგნები ყოველდღიურად ვიქთო წიგნები ბუნებრივია და თუნდაც 1-2-3 გვერდი მაინც როცა გაქვს საშუალება ეს არის რაღაც როცა წესად ყვირდებოდა რაღაცა შენ ხვდები რომ აბსოლუტურად სხვა და სხვაგანსა იცით რაღაცა სხვა რაღაცას იღებ რა უმეგობრდები წიგნი არის მართლა შეუსრულებელი უამრავი საშუალებაა ინტერნეტი დღეს მართლა რაღაცა მართლა მეგობარი ხდება შენ ეს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აღარდება წარმოსახვა საკმაოდ ფართო მაშინ როდესაც წიგნის მეშვეობით ეცნობი რაღაცას და ახლა როდესაც კომპიუტერით აღიქვა ამ ყველაფერს ეს არის მოცემული უშუალოდ ისე სხვისი თვალით დანახული და წიგნის მეშვეობით უკვე შენ თავად გეძლევა იმის საშუალება რომ წარმოედგინო წარმოსახვას თუმცა ჩვენ ალბათ როცა საუბრობთ თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემატიკაზე ამავდროულად ეს პრობლემა ბუნებრივია დგას მაგრამ სხვა მხრივად შეიცვალა იგივე თორემ უფროსებთან დამოკიდებულებას რაღაც სამშობლოსთან დამოკიდებულებას რაღაცები შეიცვალა ისიც შეიცვალა რაღაცები გახდა თითქოს აი ერთი პერიოდი იყო ახლა ისე არ ვიცი არის თუ არა მაგრამ რაღაცა სკოლაში დავუშვათ მასწავლებელი თუ მიშნდა შენიშნოს მისი უფლება იღებოდა და ბავშვს ჰქონდა თითქოს უფლება ბუნებრივია არავის არ უფლება ბავშვი აუწიოს დაარწეს მაგრამ
უფროსებთან დამოკიდებულებას აბსოლუტურად შეცვლილია. დიახ, გეთანხმები და ბევრი მხრივ შეიცვალა და მე კიდევ ერთ ასე ვთქვათ მომეც გავუსვავდი ხაზს, რაც ვთქვათ, აი სამშობლოსადმი დამოკიდებულება ეს საერთოდ შრილია. იმ დღეს მოვიდა ჩემთან ახალგაზრდა და მეუბნება რომ იცით რა მამაო მე უწუხარო ჩემ ინტერესებს სამშობლოს ინტერესებზე მაღლა ვაყენებო და გამიკვირდა იცით და მე ჩემი თავი დავიჭირო ამდენი ხანი მგდელი ვარ და არც ერთ ახალგაზრდას არ უთქვამს ეს არ უთქვამს რომ ეს პატრიოტიზმის დონე საკმარისად არის დაცემული მე ესე ვიტყოდი იგივე ხა 80-იან წლებში არა როცა ეროვნული მოძრაობა იწყებოდა მაშინ ხშირად გაიგონებდი ამ საქართველოს ადგილზელოს და ეს პრობლემები წინ იყო წამოწეული განსაკუთრებით სუფრაზე და ნუ ბევრი რაღაც არ სრულდებოდა სადღეგრძელოთი ნათქვამი მე ივიწყებოდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც დონეზე ტრიალებდა ეს სული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე ახალგაზრდობის ის არის მე ვიტყოდი პრაქტიციზმი ზედმეტი იცით საკუთარ ნაჭუჭში ჩატენა და შემოსაზღვრულები არიან უფრო მეტად რომ თქვათ აირჩიონ ისეთი პროფესია რომელიც მოიტანს ფულს შემოსავლიანი პროფესია და დასაქმებას მოიტანს და აპრიორიულად წარმატებას გულისხმობს იქ საზღვარგარეთ ივლიან და ძალიან არის უკვე აქცენტი ამაზე ჩემი აზრით გაკეთებული და აქ ერთი მომენტიც ის არჩევს რომ ხშირად საკუთარ თავს ღალატობენ კერძო რა იგულისხმება რომ ზოგჯერ კი არა ღვთისმობა რა არის რაც გაინტერესებს ეს უნდა გააკეთო და არ უნდა იფიქრო როგორ იქნება მომავალში მატერიალური ანაზღაურება თუ შენ ამაზე იფიქრე ფაქტიურად შენ ადამიანის არსობობას ძალიან პრიმიტივ დონეზე აყენებ ნუ სამწუხაროდ მოვიდა ახალგაზრდებთან არის ეს პრობლემა რომ ირჩევენ პროფესიებს არა ინტერესიდან გამომდინარე მეტრიკილებები მაგრამ იქიდან გამომდინარე რამდენად მე გამოადგებათ ეს ცხოვრებაში და ამის გამო ძალიან ბევრი პროფესია უბრალოდ მოკვდა და ვერ ფაკულტეტია გაუქმებული. ძალიან მარტივი მიზეზის გამო ამ შემთხვევაში არ ვიცი შეიძლება რთულია ვერც გამთვალა მაგრამ განსაკუთრებით კერძო სასწავლებლები იძახიან რომ არ არის მოთხოვნა უნებრივია ჩვენ არ ვთქვა რამდენია ფაკულტეტი რომელიც მოთხოვნა და ძალიან ბევრი მათ შორის მნიშვნელოვანი საჭირო ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო იგივე ახალგაზრდობისგან ელემენტარული ბევრი საარსებო ფაკულტეტი უბრალოდ გაუქმებული იმიტომ რომ აღარ არის მოთხოვნადი ესეთი მოთხოვნა შეიძლება ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში მაგრამ აღარ აინტერესებს ახალგაზრდებს. მე ისე პატრიოტიზმს ვუბრუნდები რომ ალბათ თუ ვთქვათ სანამ ერი არის სწავლის საკუთარი ქვეყნის სიყვარულს ერთმუშტად ყოფნას სანამ ერთსულობა არ დაისადგურებს ასე ვთქვათ ხო ყოველთვის ადვილი იქნება მართვა რა თქმა უნდა ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ბროდი ძალის მიხედვით და ამიტომაც არის ხო სამწუხარო ფაქტია რომ იგივე უამრავი ჩვენი ახალგაზრდა თუ არა მარტო ახალგაზრდა ასულია და ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ დაქირავებული მოხელეა სხვა ნუ ამ შემთხვევაში არავის არ გამიგითხავთ ეს ჩვეულებრივი ამბები დამსაქმებელი ასაკმის მაგრამ ის როცა თუ ამას გავაცნობიერებთ ყველა ხო რომ შენ თუ შენ საქმეში იქნებ წარმატებული შენ აღარ იქნები უნივერსიტეტში შენ იქნები დამსაქმებელი და შენი პროფესიით იქნები პირიქით მოთხოვნადი და ყველა გაჭირდები იქით ხო ამ შემთხვევაში აი ეს პრობლემა ძალიან დგას ამასაუბრეთ რაღაც სხვა შეგნება და სხვა გაფუცნობიერება ჭირდება ნამდვილად ეს გეთახმებით ანუ საერთოდ მე ვფიქრობ რომ ახლა ჯგუფი უნდა შეიქმნას და ბევრი საკითხი რომელიც გაანალიზებს ამ სიტუაციას ძალიან კარგი ახლა გადაცემაში ვსაუბრობთ მაგრამ ეს არის ეპოქალური განაცხადება ასე ვიტყოდი რაღაცა თვისობრივი გარდატეხა მოხდა ადამიანის ცნობიერებაში და კიდევ მეორე ფიცით ახლა გამოვლენ რა თქმა უნდა მეცნიერები პოლიტიკოსები მაგრამ ხშირად ისინი ვერ აცნობიერებენ რომ ამ ყველაფრის მიღმა თუნდაც რაღაც გარკვეული ორგანიზაციების გასხვით საწინააღმდეგო ძალა და ეს სტრატეგია იყო ძალიან დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ერთად დავიწყე და ამას უნდა მაღალი დონის გაანალიზება და რაღაც დასახვა იმიტომ რომ მე ყოველთვის წამდა და ახლა სწავს საქართველოს ქართულ ხალხს დიდი პოტენცია აქვს და არის ნაწინასამოწყობილი გაბრწყინდება და რაღაც სხვა ცნობიერება აქვს მართლმადიდებლური მაგრამ აი ამ ცნობიერების განსაკუთრებულად რაც გარკვეული პირობებია საჭირო და მე ვფიქრობ დგება ეს დრო უფრო რეალურად გაცნობიერდეს ეს. ერთ მაქნას მართლაც რომ ეს პრობლემაა მალე აღმოიფროს ყოველ შემთხვევაში და ეს რაღაც ეს შეცვლილი ფასეულობა რომ საუბრობდით კარგად ხარაც მოხდა ყოფილი დადებისკენ წასული იყოს
დიდი მადლობა მამა დავით საუბრისათვის. გვესაუბრებოდა დეკანოზი დავით ცეცხლიშვილი, ჩვენ საუბრობდით თანამედროვე ახალგაზრდა პრობლემატიკაზე. 9